მემარე ქალბატონი ეს ნიკოლას მასის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1656 წელს შექმნა. როგორც ხედავთ, მხატვარმა ინტერიერში მფლემარე ქალბატონი გამოსახა. მოხუცი ქალბატონი სავარძელში ზის. კალთაზე გადაშლილი წიგნის გამოსახულება იკითხება. როგორც ჩანს, კითხვით გადაღლილ ქალბატონს ისე ჩაეძინა, რომ წიგნისა და სათვალის გადადება ვერ მოასწრო. თავით ის სავარძელზე ჩამოდებულ იდახში მოხრილ მარცხენა ხელს ეყრდნობა. მოხუცი ქალბატონის სიახლოვეს მხატვარმა სხვადასხვა ნივთი გამოსახა. მათ შორის ყურადღებას იქცევს მაგიდაზე გამოსახული ბალიში, რომელსაც მემაქმანეები იყენებდნენ, და გადაშლილი ბიბლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლას მასი ამგვარ ბალიშებს ხშირად გამოსახავს მის მიერ შექმნილ სურათებში. ის ხშირად გამოსახავს ქალბატონებს, რომლებიც ინტერიერში სხედან და ხელსაქმით არიან დაკავებულნი. გადაშლილ ბიბლიაში ნათლად იკითხება ამოს წინასწარმეტყველის სახელი. უკან თაროზე კი ვხედავთ წიგნებს, დოქსა და სასანთლეს. ნამუშევარი ბელგიაში, ბრიუსელში ხელოვნების სამეფო მუზეუმში ინახება.